იცით ძვირფასებო, ჩვენ არ უნდა გამოვცადოთ უფალი, ასე წერია და როგორც მამ თქვა, ამის პერეფრაზირება არის ის, რომ არ დაეჭუდე უფალში და კონდეს რწმენა. ანუ ღმერთის ბუნება არის ასეთი, არის ესეც დაწერილი, რომ ღმერთი სახლის შური ჭამსო იესო ამბობს ძველი აღთქმიდან და მოშურნე ღმერთი არისო. ანუ ღმერთის ბუნება არის ასეთი, რომ სხვას ანუ არ უნდა დაეჭუდე მისთვის. აი ეჭვიანი ქმარივით არის ყველაფერი, რომ ესე იგი რაღაც პატარა ვიღაცას დაელაპარაკება და მისი ცოლი და მაშინვე ფიქრი მოდის თავში, რამე ყურადღებით უნდა ვიყო, რამე არ მოხდეს, ხო? მე მინახავს, რომ მანქანაში, აი მანქანას ყროყავს ხალხს და ტაქსია თუ რაღაცა და ხატები, პატარა ხატები აქვს მიკრული. გინახავთ ესე თქვენ, ხო? ან ზემოთ აქვთ თუ სამარშრუტო ტაქსი არის, ან ქვემოთ აქვთ და რამდენიმე ხატია, იყიდება ხოლმე, კომპლექტში იყიდება. და ამ კომპლექტში უნდა იყოს მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის ხატი აუცილებლად, წმინდა გიორგის ხატი და ნიკოლოზის ხატი. ესეთი კომპლექტია ხოლმე, ესე ვერ დააცილებ, ერთიანად იყიდება, ხო? და ამას მიაკრავენ ხოლმე. საერთოდ ვიცი. საქართველოში ვარ ნამყოფი ამდენჯერმე. და ესე იგი, რატომ აკეთებენ ხატზე, ხო? ერთ-ერთი მაგალითი მომყავს. რატომ აკრავენ მანქანაში ამ ხატებს? რატომ? იმიტომ რომ ავარია არ მოხდეს, ხო? ძირითადად იმის გამო რომ დაცული იყვნენ ავარიისაგან. მშვიდობით მივიდნენ და მოვიდნენ. აი ეს არის გამოცდა ღმერთის. რატომ? დავუშვათ, რატომ არ მიაკრავ მარტო მაცხოვრის ხატს? ან მანქანაში, ან სახლში, ხო? ჩვენ ხატებზე გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ მოდი გადავიდეთ მათ სფეროში. რატომ არ მიაკრავ მაცხოვრის ხატს მარტო, ხო? იმიტომ რომ შენ ბოლომდე არენდობი რომ მაცხოვარი დაგიცავს მარტო. ხო? დამხმარე სჭირდება მას. მაგალითად მე ვყიდულობ მანქანას, მივდივარ სალონში, სადაც მანქანებს ყიდიან და თუ ეს არის შენ ესეთ ფულიანი კაცი ხარ და ესეთი ახალი მანქანების სალონია, ქვია ესეთი დრაივი, ანუ შეგიძლია წამოიყვანო და ერთი კვირა დატესტო. მე მაქვს სოფელი ძალიან მაღალთიანი რაიონია და ყველა მანქანა ვერ ადის და მე ვეუბნები გამყიდველს, რომ აი ეს 4-ხიდიანი მანქანა მომეცი დავტესტავ. თუ ავა ჩემ სოფელში ვიყიდი, თუ არა მაშინ სხვა უნდა შევარჩიო. აი ეს არის გამოცდა. ანუ შენ უნდა გამოსცადო მანქანა ავა თუ არა შენ სოფელში. მაგრამ ღმერთი გეუბნება, რომ მე ყველგან ავალ. მე ვარ მთების ღმერთიც და ველების ღმერთიც. ამიტომ მე გამოცდა არ მჭირდება. მე ყველგან ყველაფრის გამკეთებელი ვარ და ჩემთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. შენ არ გჭირდება არაფრის მიკვრა დამატებით. და კიდე იქ დამხმარე ხალხის. მე ყველაფერი შემიძლია, ნუ გამომცდი, ნუ იტყვი რომ დამხმარე სჭირდება. იცი რა, მიშუამდგომლე ქრისტესთან, ქრისტე მუშუამდგომლოს მამასთან. არ მჭირდება დამხმარე. შენსა და ჩემს შორის ნუ გამოცდი, ნუ იტყვი რომ ვაი იქნებ უფალმა არ გამიკეთოს ეს რაღაცა, იქნება არ მომისმინოს. ამიტომ ძვირფასებოდ ღმერთის ბუნება ასეთი არის. ყველა ის ადამიანები თუ ვინც ადამიანებმა არ იციან თავისი ცოდნით აკეთებენ, მაგრამ ყველა ის ვინც ასწავლის კიდევ სხვას და სხვა სახელს ქრისტეს გარდა, ისინი ცდიან უფალს. ისინი ცდიან ღმერთს, ისინი აკონტროლებენ, ისინი იცით, როდესაც მანქანით მიდიხარ, სათადარიგო საბურავი გიდებს, ხო ესია?
საპასკას რო ეძახი. რატო გიდევს სათადარიგო საბურავი? იმიტომ რომ არა გაქვს იმედი იმ საბურავის შეიძლება გასკდეს. მაგრამ ღმერთის საბურავი არ სკდება. მას არ ჭირდება დამხმარე საბურავი. ეს არის შენ რო არენდობი, ამიტომ გიდევს კიდევ სხვა საბურავი, იმიტომ გაქვს სხვა ხატები, იმიტომ გაქვს კიდე დამატებით რაღაცეები, იმიტომ რომ არენდობი. მაგრამ შენ უნდა ენდო ღმერთს ყველაფერში და უნდა თქვა, შენ რადგან ხარ ჩემთან, მე სხვა არაფერი და არავინ არ მჭირდება. არ მჭირდება გავაკრა კარებზე რაღაც ნალი მივაჭედო, თვალი მოვაჭედო, ის გავაკეთო, ეს გავაკეთო, დავეხმარო. არ მჭირდება გენდობი უფალო, რომ შენ თუ ხარ, უკვე ყველაფერი მაქვს. დიდება იესოს. ასე იყო ისრაელი. ყავდათ ღმერთი, მაგრამ კიდე დაძდებდნენ ბაალს, იმას, ამას წირავდნენ, რაღაცებს აკეთებდნენ, არენდო. ამიტომ თქვა ღმერთმა, ნუ გამომცდით, მენდეთ. დიდება იესოს. მადლობა ჩვენ ძვირფას უფალს. მისი სიტყვა საუკუნოდ დგას და არასოდეს შეიცვლება. დიდება ჩვენ უფალს.